საღამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ქართლის ცხოვრება, ტიტო ჩუბინიძე გახლავართ. თქვენი ძვირფასი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და აღმაშფოთებელ, შეიძლება პირდაპირ ითქვას შემაძრწუნებელ ფაქტს. ამ ორიოდე კვირის წინათ სააპელაციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, ჯერ საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა ერთობ სკანდალური, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ნიშანდობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი აც უკრაინაში გადახვეწილი ძებნილი და სააკაშვილის გარყვნილი და დანაშაულებრივი რეჟიმის ხერხემალი ბოროტების ტვინი ზურაბ ადეიშვილი გაამართლა ბუტა რობაქიძის საქმეში. ანუ ადეიშვილი, რომელიც იყო რეჟიმის ბურჯი, სააკაშვილი ადეიშვილის გარეშე საჭმელს არჭამდა და ყველაფერზე კითხულობდა. პატარა ბავშვივით ეს ზურა მიცის, ეს საკითხი ზურასთან შეთანხმებულია, ეგ იცის, ამას ადასტურებს ძვირფასო მეგობრებო ყველა, რომ სააკაშვილი ადეიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა. ხაზგასმით ვაცხადებ და ვიმეორებ. აი ეს კაცი, რეჟიმის ბურჯი, ბოროტების ტვინი და იმ საშინელი მახინის ერთ-ერთი შემოქმედი და იმ გარყვნილი სისტემის მთავარი პირი, ერთ-ერთი მთავარი პირი ლევან მორუსიძის სასამართლომ და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში სოციალისტური რევოლუცია რომ მოხდა, აი იმ სასამართლომ გამოაცხადა უდანაშაულოდ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ამ კაცს არაფერი ბრალი არ მიუძღვის. უბრალოდ საქმის გაყალბებაში ამაზე აქვს საუბარი. არადა საქვეყნო ცნობილი ფაქტია და ამის შესახებ ოფიციალური ჩვენებებიც არსებობს, პაიციოლო მეგობრებო, რომ მაშინდელი დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელს ბატონ შალვა ნიქაბაძეს, რომელსაც მე პირადად ვიცნობ, ასევე მაშინდელი დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონის პროკურორს ბატონ ირაკლი წერეთელს ოფიციალური ჩვენებები აქვთ მიცემული და სოსო რობაქიძისთვის, აცგანსვენებული ბუტა რობაქიძის მამისთვის ნათქვამი აქვთ, რომ ზურაბ ადეიშვილის წნეხის ქვეშ ვართ, პირდაპირ გვეუბნება ეს კაცი, რომ ყველაფერი დააბრალეთ მიცვალებულს, ჩაუდეთ იარაღი, ყველანაირ სიბინძურეზე წადით, ყველაფერი გქენით, რათა რეჟიმს, ნაციონალურ მოძრაობას და პატრულს, რომელიც ახალი შექმნილი იყო, რაიმე ჩირქი არ მოეწყოს. აი ამ ბრძანების გამცემი კაცი, ასე მოლაპარაკე კაცი, ასეთი დირექტივების გამცემი კაცი, რასაც ადასტურებს ყოფილი პროკურორი წერეთელი და მაშინდელი დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი ბატონი შალვა ნიქაბაძე, მურუსიძის და ქართული ოცნების სასამართლომ გაამართლა და გამოაცხადა უდანაშაულოდ, რომ აი ამ კაცო ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გაყალბებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვისო. აი ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ამას რო რეჟიმი გააკეთებს, ასეთ სიბინძურეს რო ხელს მოაწერს, დამნაშავეს სისხლის მსმელს და იმ უბედურების მაპატიეთა გამპრავებელს
ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამის შემდეგ მოკრძალებული შეკითხვა რო დავსვათ ჩვენ და ვთქვათ და ვიკითხოთ რომ თქვენ ერთნი ხომ არ ხართ შემთხვევით ნაციონალები და კონციონალები. ამის გულისთვის რა ჯვარს უნდა გვაცვათ? არა გვაქვს ამ შეკითხვის, არა გვაქვს ამ შეკითხვის დაშფრისუფლება. ერთნი ხართ თქვენ ბატონებო, თქვენ ხართ ერთნი. და მე ბევრჯერ თქვი და კიდევ მithქვამს ეგ ამბავი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არ არსებობს ნაციონალური მოძრაობა კონციონალური მოძრაობის გარეშე და არ არსებობს კონციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის გარეშე. თქვენ ხართ ნაცები, თქვენ ხართ სააკაშვილის გამოჩეკილი ჭუჭულები და აქედან გამომდინარე რა გასაკვირია ნაცების სასამართლომ ნაცების გენპროკურორი ადეიშვილი გაამართლოს და თქვას რომ აი ამ ბოროტების მახინას რომელიც სოფლიდან გამოაგდეს კახელებმა და რისთვის გამოაგდეს ყველამ ძალიან კარგად იცით. არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. და ამის შემდეგ მე ვინმე დამაჯერებს რომ თეატროლოგიანის კომისია რამეს გამოიძიებს და რაიმეს დაადგენს და რამეს გააკეთებს. მეორე აფრასიძეების საქმე 2004 წლის 24 მარტს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ბანდამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მოაწყო სამხედრო ოპერაცია აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ და სახლში სადაც 5 მცირეწლოვან ბავშვს ეძინა ჩამოყარეს ბომბები და ტყვიამქვევებიდან ჰაერიდან გახსნეს ცეცხლი ვერტმფრენების მეშვეობით. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. გადაკეტეს მთელი სოფლები, მთელი რეგიონი ფაქტობრივად მოწყვიტეს დანარჩენ საქართველოს. ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია, ვისი ფულით დაფინანსდა? ამას ყველა მალავს. მე იმპერატიული ვერ ვიქნები. მაგრამ ველოდები ბატონი კახი კალაძის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით 2004 წლის 24 მარტს აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის უკან იდგა ბატონი კახი კალაძე, თბილისის დღევანდელი მერი. მან გადაიხადა ფული, მან ჩაუსხა საწვავი და მან წაახალისა ყველაფერი ის რომ თავისი გატაცებული ძმა, რა თქმა უნდა, ეგულებოდა აფრასიძეების ოჯახში. და დარწმუნებული იყო, რომ აფრასიძეები იყვნენ იმ საწოდავი ბატონი ლევან კალაძის მკვლელები და ამ შემდეგ. მე და იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძე შეიყვანეს შეცდომაში და იმაშიც ეჭვი არ მეპარება, რომ ბუნებრივია მას ჰქონდა რაღაცნაირად როგორც ქართველ კაცს აბსოლუტურად ჯანსაღი გაცდა შორისძიებისა, რომ აი ეს ბოროტების ოჯახი, ეს კრაზანების ბუდე რამენაირად განადგურებულიყო. და ნუ ახლა ბატონი კახი კალაძე საკმაოდ დიდარი კაცია, ის მილიონერი რაც მართალია ქართულ ოცნებაში არ გამختარა, ის სოფლიოს ტიტულოვან გუნდში, ერთ-ერთ ნომერ პირველ გუნდში მილანში თამაშობდა და მილიონერი უკვე ფეხბურთელობის პერიოდში, აქტიური ფეხბურთელობის დროს იყო. და რა გასაკვირია რომ თუ კი ესეთი რაღაცა იქნებოდა შეიძლება მას ეს გადაეხადა. ამიტომ ისე არის ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაბმული და გადაკვანძული. მე იმას კი არ ვამბობ რომ ხა კახი კალაძეს ეჭირა ხელში ტყვიამქვევი და ისა აფრასიძეების ოჯახი ჩაწყრილა თქო არა. მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ყოველ შემთხვევაში ხა მე საბუთი არ ამაქვს ხელში და ამ საბუთს ვერ მოვიტან. მაგრამ კახი კალაძე რომელსაც ჰქონდა სენტიმენტები ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის რეჟიმისადმი და ფაქტობრივად ძალიან აქტიური მხარდამჭერი იყო თავის დროზე მოგეხსენება თქვენ ახლა ამის კადრები არსებობს და ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ნანახი გვაქვს და ბატონმა კახი კალაძემ ეს ოპერაცია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დააფინანსებინეს. შეიძლება მოხდა მათ შორის ესეთი გარიგება რომ კახი თუ გინდა რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ მოდი სახელმწიფოს უჭირს და მოგვეხმარე რაღაცაში და ეს კაციც მიეხმარა.
ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მაგრამ ეხლა ეს ისე არის გადაკვანძული ერთმანეთში და ისე არის არეული და აბურდული. ეხლა ამის სამზარეულოზე გამოტანა არავისთვის არ არის კარგი. ამიტომ არ იხსნება ეს საქმე. ამიტომ არ იჟება ბარამიძე, სერიული მკვლელი. ეხლა აზატმოსესავით წვერმოშვებული რო გამოდის და რაღაცებს ხროტავს სხვადასხვა ეთერში. ამიტომ აი აქედან არის ეს, აქედან ყარს სიტუაცია. მესამე. გამოდიან ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ბლაღოჩინები. ზოგი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში არის მონაწილე აქტიურად, ზოგი პასიურად. ზოგმა იმედი სახურავიდან გაყიდა, ზოგმა პარლამენტში გივი თარგამაძესთან ფარული შეხვედრების დროს ბინის კრედიტი დაფარა და მაშინ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და იმედი. ზოგმა ისე გაყიდა და ზოგმა ასე გაყიდა. სარფიანად ყველა მივაჭრა. ეხლა თანამდებობებზე არიან. ჩვენ მარტო ხალხსტუხიან ხვლიკზე თარგამაძეზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს. ეგეთი ხალხსტუხიანი ხვლიკები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ძალიან ბლომად არიან შემძვრალები და ძალიან კარგად და თბილად გრძნობენ თავს. ეხლა გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2500 და 3000 რაღაც. კი, მაგრამ თქვენ სინდის ნამუსი არა გააქვთ. სადაც არებთ ამ გამოკვლევებს თქვენ? ესენი ამ გამოკვლევებს სვირფასო მეგობრებო, როგორც ჩანს ატარებენ თავიანთ გარემოცვაში. 10000 და 20000 ლარები რო აქვთ ხელფასები, ატარებენ აი ეს ყავაზე მკითხაობის დროს 5 კაცში, ერთს 10000 აქვს ხელფასი, მეორეს 12000, მესამეს 16000, შეკრიბავენ ამ სამ ციფრს და მერე გაყობენ 3-ზე და საშუალო არითმეტიკულით გამოდის, რომ რა ვიცი, თუ ასე გაგრძელებთ თქვენ მე მგონი 10 და 12000 ლარიც უნდა გამოგივიდეთ წესით. მე მგონი თქვენ დაწეული გაქვთ ეს მონაცემები 10-12000 ლარიც ამ პრინციპით საშუალო ხელფასი საქართველოში 10-12000 ლარი გამოვა. სად არის? სად რა 2500 და რა 3000 ლარი? სად არის საქართველოში საშუალო ხელფასი? ვის ატყუებთ თქვენ? საიდან მოგაქვთ ეს ციფრები? ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში. ხალხი ვერაფერს ვერ ყიდულობს მაღაზიაში თქვენ არ აკვირდებით სიტუაციას? რა მდგომარეობაა ქვეყანაში? ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის სვირფასო მეგობრებო? თუ გინდათ რომ გაიგოთ თქვენ, ჯერ უნდა მიბრძანდეთ ვაგზლის მოედანზე და იქ ნახოთ რა ვაჭრობა არის და ხალხი რას ყიდულობს და რა დღეშია და მეორე უნდა მიბრძანდეთ თქვენ საჯარო რეესტრის შენობასთან. იუსტიციის სახლში მიბრძანდეთ. აი იქ რა მდგომარეობაა, რამდენია ქართველი, რამდენია არა ქართველი, რა იყიდება, ვინ არის მყიდველი, ვინ არის გამყიდველი, პროცენტულად შეხედეთ საჯარო რეესტრის შენობაში და შენობის წინ, რამდენია ქართველი და რამდენია უცხოელი. და მიხვდებით საქართველო იყიდება თუ არ იყიდება. და მეორე, ეკონომიკაში რა მდგომარეობაა. იმაში ნუ კი მიდიხართ რაღაცა გაპრიალებულ სუპერმარკეტებში და ეგრეთ წოდებულ რაღაც მოლებში და ასე შემდეგ მინდვრებში. აგერ მიბრძანდით ვაგზლის მოედანზე და ეს არის ბარომეტრი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს არის ბარომეტრია ეგ. აი ეგ არის. და ნუ აბნელებთ ამ ქვეყანას და რაღაც სისულელებს ნუ ლაპარაკობთ. თქვენ ეგ არის ტყუილები ყველაფერი. და არავის არ სჯერა ამ ეგრეთ წოდებული აბდუშელიშვილებისა თუ არ ვიცი ის კაცი რა გვარია ისა რა აბაშიშვილი უკაცრავად მისი ბიზნეს ინსაიდერის, იმიტომ რომ ეს კაცი როდესაც მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სხვადასხვა ოპო არხებიდან შავზე ამბობდა თეთრს და თეთრზე ამბობდა შავს და ეხლა მაპატიეთ და გადმოატრიალა პლასტინკა და იმედის ეთერში გვაბოლებს ეთერის მეშვეობით მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. ისევე როგორც ქალბატონი მაგდა ანიკაშვილის ძალიან ისეთი რო იტყვიან გაკაპასება ჩვენ გესმოდა ცოტა ხანი უმუშევარი იყო, მაგრამ მე დაასაქმეს
აგერ ბატონო იმედზე და ეხლა ისე დავარცხნილი და დამშვიდებული მწყაზარის სახით გამოდის და გვიყვება ზღაპრებს. მაპატეთ და მანაც გადაატრიალა პლასტინკა. ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ საერთოდ ყველაფერი გადაატრიალა. ანუ პრინციპია, ანუ მორალური რაღაც კატეგორია ზღვარი წაშლილი არის აქ. არ არსებობს აქ. ესე იგი დღეს ერთს ლაპარაკობს, ხვალ მეორეს ლაპარაკობს, მერე იმას ილაპარაკებს, მერე იქიდან ნაციონალებიდან კონციონალებში წავა, კონციონალებიდან ნაციონალებში წავა, ასე ჩემო მანასეო, ხან ისეო, ხან ასეო და ამასობაში თვალსა და ხელშუა პატარავდება შაგრენის ტყავივით ჩვენი სამშობლო და კაცი პატრონი არ არის. ესე იგი პარლამენტში სრულიად სრულოვნება და ერთხმოვანება არაფერი ბატონო, არ გეტკინოთ არაფერი. და ნუ ახლა მთავრობაში კიდე ხედავთ რა მდგომარეობაც არის, სადაც კი ჩაატარეს შესაბამისი გამოძიება თუ რაღაცა აუდიტის სამსახური შევიდა, ყველგან საშინელი დარღვევები, ყველგან კორუფციის ჭაობი, ყველგან დაწებლები, ყველგან ბიუჯეტის ვირთხები, ყველგან უბედურება, ყველა დასაჭერია. არ არსებობს უწყება, არ არსებობს სამინისტრო. ერთი კვირის წინათ მოგახსენეთ და ეხლაც ვიმეორებ, არ არსებობს უწყება, არ არსებობს სამინისტრო, სადაც პატიოსანი აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები შევლენ და კაცი ვინმე გადარჩება დაჭერას. მე ესე იგი ფულის ასეთი სიყვარული საქართველოს ისტორიის ასე თუ ისე ყველა ეტაპს ნორმალურად კარგად ვიცნობ, მაგრამ აი ფულისადმი ესეთი გიჟური ლტოლვა რაც დღეს შეიმჩნევა და რასაც დღეს ქართული საზოგადოება ამჟღავნებს, მე არც წამიკითხავს და არც გამიგია ამის შესახებ. გასაგებია, რომ ქართველები ხშირად ღალატობდნენ სამშობლოს, მაგრამ ის მოღალატეც რაღაცნაირად პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მაგალითად, კახა გამრეკელ თორელი ნაძირალა როცა საქართველოს მტრობდა ტაშისკარის ბრძოლაში, მაშინ ის პოლიტიკურად იყო მოტივირებული. და მივიდა მონღოლებთან და უთხრა, რომ ქართველებმა ომიო არ იცი, ქართველებს როგორ უნდა მოუგოთ თქვენ ბრძოლა არ იცითო და ჩვენ ვიცითო და ჩვენ მიგვიშვითო და ჩვენ დავამარცხებთო და ნუ ახლა ამას რო კაცი გააკეთებს ახლა და ამას აკეთებენ ესენი ახლა დღეს კანდელაკები, ნატალია საბანაძეები, ვანო ჭყიკვაძეები, ნინო ლომჯარიები, ეკა გიგაურები და მაშინ კახა გამრეკელ თორელს ფული არ აუღია. ის მოღალატე იყო, ტიპური მოღალატე იყო. გამყიდველი. სხვათა შორის არც კახაბერ ყორღანაშვილს აუღია ფული. როცა ფარცხისის ბრძოლაში სიმონ მეფე გაყიდა. მაგრამ ესენი ამას ფულის გულისთვის აკეთებენ. ფულზე ყიდიან სამშობლოს. აი ამაშია, ესე იგი ერთი კვირის წინ მოგახსენებდეთ ამის შესახებ და ეხლაც ვიტყვი იმას, რომ ესე იგი ვიღაცამ ჩვენ აგვაფეთქა ნაღმზე, დაგვიდო ნაღმი ფულის სახით და გვაქცია მამონას მონებად. და მთელი ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი აფეთქდა ამ ნაღმზე. აი ეს არის ჩვენი ტრაგედია. მე არ ვიცი აი ამ პრობლემის, ამ უბედურების შესწავლას, გასიგრძეგანებას, გათავისებას, გამოკვლევას ალბათ დასჭირდება მეცნიერთა მთელი თაობა და კასკადი. სერიოზულად მოაზროვნე ფიგურების მთელი კასკადი. აი ამის შესახებ მინდოდა მე დღეს მომეხსენებინა, ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი, მაგრამ ამით მე არ ვამთავრებ რა თქმა უნდა და კიდევ მინდა რამდენიმე მეტად საინტერესო პრობლემაზე მივაპყრო თქვენი ძვირფასი ყურადღება. ეხლა დიდი ამბები არის ატეხილი ილია თოფურიას მიერ გამართულ აი ამ ორთაბრძოლაზე, სადაც ქართველმა სამწუხაროდ წააგო. როგორც ჩემი მეგობრები მარწმუნებენ,
მისი მოწინააღმდეგე დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. და თან ესანი არ არიან ვიღაც ხელწამოსაკრავი ადამიანები და ამ საქმეში გაუწაფავნი. მთელ რიგ სიმპტომებს ჩაუმითვლიან ხოლმე და მიმანიშნებენ იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად იყო დოპინგის ზემოქმედების ქვეშ. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. თვითონ იმ გეიჯის თუ რაგვარიც არის ზუსტად ისიც კი არ ვიცი, მისი რო იტყვიან გამარჯვება ილია თოფურიას ეჭქვეშ არ დაუყენებია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მე სულ სხვა რაკურსით მინდა შევხედო ამ მოვლენას. ჩვენ დღეს ქართველები და ჩვენი პატარა სამშობლო, ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა ვართ დამოუკიდებელი და თავისუფალი ერი. ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. არა ვართ არ დღეში. ჩვენ იმდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ კრემლის უღლის შემდეგ უფრო მძიმე და უფრო სამარცხვინო და უფრო ვერაგი უღლის მსხვერპლნი შევიქენით. ამიტომ მე ერთი რაღაცა მჯერა, რომ ხელმწიფის და იმპერიის კარზე არ შეიძლება რომ უცხოელმა გლადიატორმა გაიმარჯვოს. მე გული მიგრძნობდა, რომ ილია თოფურიას ამ ბრძოლაში წარმატება ვერ ექნებოდა. თუმცა გული მიგრძნობს, რომ მისი შურისძიება იქნება სასტიკი და ეს ვაჟკაცი ახალგაზრდა კაცი აუცილებლად იძიებს შურს იმ დრამატული მარცხის გამო, რაც თეთრი სახლის კედლებში გათამაშდა. ერთი რამ კი ფაქტია, რომ სოფლიოს მართავენ გიჟები და ბატონი ტრამპი თავდაპირველად მისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ნელ-ნელა უკვე აშკარად შედის სიგიჟის ფაზაში. თვითის ფაქტი, რომ თეთრი სახლი იქცა ოქტაგონად, ეს უკვე იმის პირდაპირი სიმპტომი და ნიშანია, რომ სოფლიოს მართავენ გიჟები. სხვათა შორის იოსებ სტალინს, როცა მისი დიპლომატიის და მისი პოლიტიკური გამარჯვებების ტრიუმფი დადგა პოცდამის კონფერენციაზე, მოწინააღმდეგეებიც ღირსეული ჰყავდა. მათ შორის უპირველეს ყოვლისა პრემიერი ჩერჩილი. როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ცნობილი ფაქტია, ჩერჩილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ჩემს მოღვაწეობას და მონაწილეობას აზრი დაეკარგაო, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე არ ამყავს. და ეხლა ძვირფასო მეგობრებო, არის გიჟების დოღი მსოფლიო პოლიტიკაში. აქ უკვე არ არის იმაზე ლაპარაკი, ვინ სერიოზულია და ვინ უკეთესია და ვინ უარესი. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება ლაპარაკი იყოს, ვინ უფრო გიჟი არის ერთმანეთზე. ვინ უფრო გიჟია, შოლცი თუ მაკრონი, ტრამპი თუ ის ფონ დერ ლაიენი. ერთადერთი ბძენი პოლიტიკოსი მთელ ამ საგიჟეთში ზელენსკი თუ პუტინი. ერთადერთი ბძენი პოლიტიკოსი მთელ ამ საგიჟეთში მაინც ჩინეთის ლიდერი მგონია. ჩინეთი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მისი ეკონომიკა უკვე მეორეა და აკაკუნებს ამერიკის ალაყაფის ჭიშკარზე და მალე გახდება პირველი. და მე ვფიქრობ, რომ ჩინეთის გამარჯვებას და სვლას ამ მხრივ ვერაფერი შეედრება. რასაც ეხლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ამ მიმართულებით, ეს პოლიტიკა არის ნამდვილად გათვლილი მომავალზე, ყველაფერს ვერ გავატან წყალს და მეწყერს, მაგრამ რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ქართული მიწების გაყიდვის თვალსაზრისით, ეს პოლიტიკა ემსახურება საქართველოს დასამარებას და საქართველოს სიკვდილს. და აი ამისთვის ყველა ის, ვინც ამ საქმეში არის გარეული, დადგება მაგის დრო პირადი ქონებით
და თავისუფლებით აგებს პასუხს. ყველა ის სახელმწიფო უწყება, ის დეპარტამენტი, ის სამინისტრო, ის სიპი, ის აიპი, რომელიც მონაწილეობდა ქართული მიწის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად გადაკეთება გადაქცევის საქმეში. ყველანი უმაღლესი ჩინოსნიდან დაწყებული პატარა კლერკით დამთავრებული, პატარა ჭანჭიქით დამთავრებული აგებთ პასუხს და მიბრძანდებით ვირის აბანოში ბატონებო და ქალბატონებო. ეს დღე აუცილებლად დადგება. ისევე როგორც ვირის აბანოში მიბრძანდებიან სამშობლოს მოღალატეები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა და ასევე ის ზემდგომი თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს იმალებიან. ილიჩოვა და მელაშვილი ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანების და ნებართვის გარეშე ვერ გაამრუდებდნენ საქართველოს საზღვრებს დავით გარეჯის მონაკვეთში. ამას ისინი ვერ იზამდნენ. რუკები როგორ გადამალეს, არქივებიდან როგორ გამოიტანეს ეს ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა აგებს ყველაფერზე პასუხს. ამას თქვენ ვერცერთი ვერ გადაურჩებით და თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება. ორი აზრი არ არსებობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი ქონებით და თქვენი თავისუფლებით. სხვათა შორის დავით გარეჯის თემა ამ ხელისუფლებამ მიაფუჩეჩა. ჩვენი მიზანმიმართული და არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების ძლავრმა საინფორმაციო მანქანამ და იმ მანქანებმა, რომლებიც ამ ხელისუფლების სამსახურშია, ეს თემა ქართველი ხალხის თვალწინ მიაყურისძირა, ვითომ არაფერი მომხდარა, ვითომ ყველაფერი დალაგებულია, ვითომ ყველაფერი დავარცხნილია და არავითარი პრობლემა საქართველოს არ აქვს. არადა პრობლემა არის. და ეს ყველაფერი შეფუთულია, შესუდრულია ეგრეთ წოდებული გაურკვეველი სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრობის მანტიით. არავითარი ესეთი რამ არ არსებობს ბუნებაში. არავინ არავის მეგობარი არ არის. სახელმწიფოებს შორის მეგობრობა არ არსებობს, ეს ცნება სახელმწიფოებს შორის არსებობს მხოლოდ სტრატეგიული ინტერესები. შენ ხარ ჩემი მეგობარი მაშინ, როდესაც მე ეს მაწყობს და შენ ეს გაწყობს და ხელს გაძლევს. და როცა ეს სტრატეგიული ინტერესი ირღვევა, სახელმწიფოთა შორის მეგობრობაც თავდება. თავდება ეს მეგობრობა და რაღაც დიპლომატიის ანაბანაზე ვლაპარაკობ ახლა მე, რომ ინგლისს არ აქვს, არ ყავს მეგობრები. ინგლისს აქვს მარადიული ინტერესები. აი ესე არის, ეს ცნობილი გამოთქმა არის და აღარ მინდა ახლა ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვა გავაგზელო. უბრალოდ სიტუაცია არის ძალიან მძიმე ქვეყანაში და თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი ქართველი კაცის გული რაღაცნაირად გაქვავდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით შემწყნარებლები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთმანეთის გვერდში მდგომნი. საქართველოში ყოველთვის აი ბავშვის კულტი იყო. მაგრამ აგერ ბავშვი თვალსა და ხელშვა სცენაზე წაიქცა და კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია კონცერტი და ვარხალალო გააგრძელეს. რა არის ეს ჩვენ რა თაობას ვზდით? რა გვინდა ჩვენ ესეთი კონცერტები? ვის ჭირდება ესეთი კონცერტები საქართველოში? ვის ჭირდება ესეთი ლაურეატები და ესეთი გრან-პრი და ესეთი გამარჯვებულები? თუ ადამიანის პატივისცემა, ადამიანის სიცოცხლე ფეხქვეშ იქნა გათელილი. რა მომავალ თაობას უზრდით ჩვენ საქართველოს, როდესაც გარშემო უწიგნურობის ზეიმია. 7 ლექცია ჩავატარე დღეს უნივერსიტეტში, სანამ თქვენთან მოვიდოდი, დაღლილი დაკანცული მოვედი და მაპატიოს ყველა, მაგრამ 7 ადამიანი არ მინახავს, რომელმაც გაკვეთილი იცოდა, ლექცია იცოდა.
და რომელიც გულს გამიხარებდა. ასია ყველგან აბსოლუტურად. ყველგან ასია. ყველა უნივერსიტეტში ასია. ეს ბლეფი განათლების რეფორმის. არავით არის განათლების რეფორმა არ არსებობს. ეს არის საქართველოს განათლების დანგრევის რეფორმა, დეფორმა უпростоრად. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და აი ამ შემთხვევითი პოლიტიკოსის კობახიძის გადაწყვეტილება, ეს გამხმოვანებელი, ამას ვინ კითხავს? საერთოდ პალიატშაურია. რომ გაიყიდოს ისტორიული შენობები, მერე დაანგრევენ ალბათ და მერე წამოიჭიმოს არაბებისთვის და ყიზილბაშებისთვის კორპუსები. აი ეს იქნება განათლების რეფორმა. არავით არის მსგავსი რა, რაში ჭირდება საქართველოში განათლებული ადამიანი. ეს არის პროგრამა, დაწერილი პროგრამა, რომელსაც მიყვებიან. მე ამის შესახებ არაერთხელ მithქვამს და არაერთხელ დამიწერია გაზეთ ასავალ-დასავალში. ეს პროგრამა მოდიოდა შევარდნაძიდან მოყოლებული, ამას ითხოვდა მსოფლიო ბანკი, რომ საქართველოში 4000 კაცამდე უნდა დაეყვანათ სტუდენტების რაოდენობა. ანუ 10 ჯერ უნდა შემცირდეს. არ ჭირდება საქართველოს ამდენი უმაღლეს დამთავრებული. მაგრამ ჭირდება სამაგიეროდ მეხაჭაპურეები, მეხინკლეები, ღამის ქოთნების მხეხავები. უცხოელი ტურისტების მომსახურენი. აი ამისთვის ავარ ჩვენ, ამისთვის არის ეს ყველაფერი, ვიფასო მეგობრებო. ჩვენ გვაქციეს მომსახურე ერად. ჩვენ არა ვართ მწარმოებელი ერი. ერი, რომელიც წარმოებას ვერ ქმნის, რომელიც არაფერს აწარმოებს, ის არის პარაზიტი. რა კეთდება საქართველოში? აი მითხარით, აი რას ვაკეთებთ ჩვენ? ნახევრად ფაბრიკატები, მსა პროდუქტები, მეტი რა კეთდება საქართველოში მითხარით, აბა? რას აწარმოებს საქართველო? საწერ კალამს ვერ ვაწარმოებთ, ნატურას ვერ ვაწარმოებთ. რაღაცა სარეცხი ფხვნილების წარმოება დაიწყეს და ისიც გააჭერეს. გამოაცხადეს დიდი სამბით, რომ ელექტრომანქანები უნდა გამოუშვათ ქუთაისშიო, ჩაელურის წყალი, როგორც გაზაფხულის თოვლი, ისე გაქრა ეს ამბავი. არაფერი, აი გაზქურა ვერ კეთდება ქვეყანაში, სარეცხი მანქანა ვერ იწყობა ქვეყანაში, რაღაცა ფორდის, მერსედესის, კრაისლერის, აუდის, BMW-ს, რაღაცა პატარა ჭანჭიკი და კანჩი რო ვაწარმოოთ, არც ამის რესურსი არა გვაქვს, არა, ესეც არ კეთდება. სადა აქვს საქართველოს ეკონომიკა, რომელ ეკონომიკაზე ლაპარაკობთ? სინდის ნამოსი არა გააქვთ თქვენ? რა ეკონომიკაზეა ლაპარაკი? საქართველოს ბაზარი თავიდან ბორობდე წარმოადგენს თურქული პროდუქციის შემსყიდველ დიდ ბაზრობას. და ტურიზმიდან რა ფულები შემოდის, ისიც კიდე თურქეთში მიდის, იმიტომ რომ ხელსახოციდან ჩანგალი, დანა, თეთრეული, ყველაფერი თურქეთშია ნაყიდი. საქართველოს არაფერი არ აქვს. და ის ფული იქ მიდის. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გაანებეთ ამ ტყუილების ლაპარაკს თავი. სად არის საქართველოში საშუალო ხელფასი 2500 თუ 2300 ლარი? ტყუილია ეს. ასოცირებული პროფესორის ხელფასი არის 1070 ლარი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის ხელფასი, ეს არის თქვენი ეკონომიკა? ეს არის თქვენი ეკონომიკა, ეს არის თქვენი რეფორმა? და უამრავი უწიგნური გვიზის პარლამენტში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში, სიპებში, აიპ წერა-კითხვის უცოდინარები. შუშის თვალება გოგო ბიჭები, ყავის მომდუღებლებად და ხელფასები აქვთ 5 და 7000 ლარები. ეს არის თქვენი ეკონომიკა, ვის ატყუებთ თქვენ? ვის ატყუებთ თქვენ? გარიგებულები ხართ. შეთანხმებულები ხართ. როგორც სოფიო ხუნწარია იყო ქართული ოცნების წევრი და ნაციონალებში გადახდა. ჯერ ნაცი იყო, მერე კოცებში გადმოხდა და მერე ნაცებში გადახდა. აი ამ ხალხით კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსზე, მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსზე ქალბატონ ხუნწარიაზე, მე მგონი არ მეშლება გვარი. და თუ მეშლება, მოდი შვირთი. აი ამ ხალხით ყავთ გამოტენილი
ყველა დეპარტამენტი, ყველა სამინისტრო და ყველა უწყება და პარლამენტი. კაცი არ არის, ვინც თავისი იდეების და ვინც თავისი პოლიტიკური წამსის და შინაგანი კონსტიტუციის ერთგული იქნება. ეს არის მიეთ-მოეთი ხალხი, რომლებმაც გამოიარეს ყველა ბინძური პარტია თუ რეჟიმი და ემზადებიან იმისთვის, რომ კიდევ ახალ სიბინძუროში შერგონ თავი. და ის ადამიანები, ის ერთგული ხალხი, რომლებმაც სააკაშვილის ტყვია შეუსრულა და ახალაიების და მერაბიშვილის ტყვია შეუშვილეს შუბლი, რომ საქართველოში ის ცვლილებები მომხდარიყო, ყველანი გვერდზე გაწიეთ, გარეკეთ, გალანძღეთ, მოიშორეთ, აბუჩა დაიგდეთ და დასცინით დღემდე. და ეხლა გამოდიხარ თქვენ და ლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ თქვენ გაქვთ რეიტინგი და არც ერთს არ გაქვთ თქვენ რეიტინგი. არავითარი რეიტინგი თქვენ არ გაქვთ. თქვენ ხართ ნაციონალები და კოციონალები, ერთი პოლიტიკური აი ფუყე ხიდან ამოზრდილი სოკო, რომელიც ექვემდებარებით გასტუმრებას უნდა ერთენი ხართ თქვენ. ყველანი ხართ შევარდნაძის პოლიტიკურ კრავოტში ნაკოტრიალები. ზოგი იყავით შევარდნაძის პარლამენტში, ყავის მომდუღებელი, ზოგი იყავით შევარდნაძის უსრულების საბჭოში, რაღაცა კლერკი და რაღაც ბლოკნოტების დამტარებელი. ზოგი იყავით შევარდნაძის ყანწის დამცლელი. ზოგი იყავით სააკაშვილის პირის ფარეში. ზოგი იყავით სააკაშვილის გოგონა გამოძახებით. ზოგი იყავით სააკაშვილის ბიჭუნა გამოძახებით. ამიტომ გაქვთ ღრმა იდეური არაზნეობრივი და პოლიტიკანური ერთობა. ხართ ერთნი. და მე საქართველოს მოსახლეობას ვეუბნები, რომ დავფიქრდეთ ჩვენ ამაზე. ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე, მე რასაც ახლა ვლაპარაკობ. იმიტომ რომ მე ვიყავი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. და ვინც ამ ხელისუფლებას უჭერთ მხარს და ამ ხელისუფლების მაპატეთ და მისვრილ-მოსვრილი ადგილების გაპრიალება და გაწმენდა არ მოგწყენიათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაცო. თქვენ ამას ტყუილად რო არაკეთებთ, ისიც ძალიან კარგად ვიცი. და რა კონვერტები და რა ჯორკიდებულები მოგდით სახში, ეგეც ცნობილია. აბა ის 1200 კონვერტი იქ ლილვაშვილის ნათესავის სახში რო იპოვეს და თქვენი გვარები და სახელები რო ეწერა, ზედა დოლარებით იყო გამოტენილი. ის 1200 კონვერტი კი არ დაკარგულა, კაცო. იმ 1200 კონვერტს კიდე არ იგებენ. ტექსი არსებობს. უკვე მე რამდენად ვამბობ ამას ამ ეთერში. ის კონვერტები დღემდე რიგდება. ძალიან კარგად იცით თქვენ. და გვარები და სახელები ცნობილია თქვენი. სამარცხვინო სიტუაცია, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ეს არის უმძიმესი, ეს არის მორალური კრიზისი, მორალური პარტახი. არ არის ნათელი წერტილი, არ არის ქვეყანაში ხალხო. ქვეყანაში ნათელი წერტილი არ არის. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შუა ისე გაკრიფა, ნათელი წერტილი არ დარჩა ქვეყანაში. ყველა არის მოღორებული და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე სამწუხაროა, ერი არის აპათიაში ჩავარდნილი. აი არ არსებობს რაღაცა ნიშანსვეტი, რომლის გარშემო შეიძლება ქართველი კაცი დღეს გაერთიანდეს, ისი არის საზოგადოება გულგატეხილი. იმედი მქონდა, რომ რაღაცნაირად პატრიარქის გარშემო დაირაზმებოდა ერი, მაგრამ ის პირველადი ემოციები თითქოს მინავლდა და მიწყნარდა და სადღაც გაქრა. პოლიტიკური ლიდერი არავინ ჩაძს. არ არის ის ესეთი, რომელიც იტვირთებს რაღაცნაირად მასების გაძღოლას და აყოლიებას. არ არის ესეთი კაცი.
ვინც კი რაღაცა დაიფაფხურა და რაღაცა დააპირა, ყველა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ რა ვიცი ახლა საწყალი აგერ ჩემი რესპონდენტი აცხონოს ღმერთმა ლაზარე ჯორბენაძე მე ეჭვი არ მეპარება რომ ის კაცი მოკლეს. სულ მაგას მეუბნებოდა რომ მე თავი გადადებული მაქვსო საქართველოს ღუპავენო, საქართველო იყიდებაო, საქართველო გაყიდულიაო და კაცი ფეხზე ვერ დგებოდა ბოლოს მოწამლეს თუ რაიმე სჭამდა ყველაფერს იღებდა და ლოგინიდან დახმარების გარეშე ვერ დგებოდა და მე თავი ჩამოიხრჩეოდა ეხლა როგორ შეძლო კაცი ლოგინიდან ვერ დგებოდა და ის თოქზე ავიდა და ისა რა ქვია თავი ყופში გაყო კაცო რაღაცა სიმართლე ისეთი მაინც უთხარით საზოგადოებას რომ ფეხზე ისეთი ტყუილი მაინც უთხარით საზოგადოებას რომ ფეხზე დგომა მაინც შეეძლოს ეხლა გაქცევას რომ თავი გავანებოთ არა არ ვიცი აი ღმერთმა ხელას ხელი მოგიმართა ძვირფასო მეგობრებო მაგრამ ძალიან გულგატეხილი ვარ რაღაცნაირად იმედი თითქოს ყიაფობს და ღმერთის იმედი ყველას უნდა გქონდეს და ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს მაგრამ ამ წუთში არის ძალიან ისეთი გაჭედილი სიტუაცია ძალიან მძიმე სიტუაცია იმიტომ რომ ვერ მოხდა მთავარი მე არავის არც ეშაფოთზე ასვლას ვითხოვ და არც გილიოტინაზე უბრალოდ ეს დამნაშავეები არ ისჯებიან არ დასაჯეს ეს დამნაშავეები შემოიხუნეს შემოიქუჩეს გარშემო და არიან ერთად და გვატყუებენ ჩვენ აი ეგ არის გულდასაწყვეტი და გულსაკლავი რა და დავიწყებ ისევ იმით რითაც დავამთავრებ ისევ იმით რითაც დავიწყე რომ აი ის რომ გადაბმული როა სიტუაცია აზელილი როა ეს პროცესები ერთმანეთში აი იმიტოა რომ ის აფრასიძეების საქმე არა ვერ იძიებენ იმიტოა რომ ბარამიძე ამდენს ლაპარაკობს აი ეგ არის მიზეზები გადახლართულ გადაკვანძული არიან ერთმანეთში ერთმა პატარა ბიჭმა შეჭამა უზარმაზარი ფულები და აიშენა ბეთანიაში აგერ სრა სახლი ხმალაძე და კაციშვილი პატრონი არ არის არავინ არაფერს არ ეკითხება მეორე ბიჭმა გაყიდა ქართული მიწები დაკრა ფეხი და იტალიაში სოკალის პრეზიდენტი არის კაციშვილი პასუხის გამცემი არ არის მესამე კაცმა ფარცხალაძე რო ერქვა შეჭამა მთელი საქართველო თუმე უბედურება იყო გარშემო შემოიკრიბა დაკრა ფეხი და წავიდა და რამდენი მილიონი გაიყოლა თუ მილიარდი კაცმა არის ის კაციშვილი ხმის გამოცემი არ არის რითვე რამოლიეთ ეს ნარკომანები ეს ნარკობარიგები კი მაგრამ რა ხდება ამ საქართველოში ბოლოს და ბოლოს კაცო რამდენჯერ უნდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო რომ სანამ საქართველოში ნარკობარიგების წინააღმდეგ არ გამკაცრდება კანონი და ქონების კონფისკაციით არაგებენ პასუხს მანამდე არ იქნება საშველი გეუბნებით რა გამკაცრეთ კანონი მოკლედ აი ამ პრობლემებით აი ამ უბედურებით დახუნძლული ქვეყანა ტორტმანებს და მიუხედავად ამ საშინელი განცდისა და რეალობისა მაინც კიდე სულში კიაფობს იმედი ღვთისა და ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს რა სულ იმაზე აპელირება რომ ომი შვიდობა კი ბატონო კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ვაფასებ ამას რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება არის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა რომ ომი არ არის მართლაც და აი უბედურებაში ამ სამშობლოს მოღალატეებს რომ უნდათ იქ ეს ნინო ლომჯარიებს და მის მხარდამჭერებს იქ ბომბების წვიმა რომ უნდათ რუსთაველზე ქვეყანა მაგაში არ არის ჩაფრული დასაფასებელია კი ბატონო მადლობა ამისთვის მაგრამ არ კმარა ბატონებო ეს ეხლა თუ მაგას გადაგვაყოლეთ მაშინ ეხლა გინდა გელშეუჭამი ხარ და გინდა გლისპერტურასო რა მნიშვნელობა აქვს ამას
მიხედეთ ამ კორუფციას და ამ უბედურებას. ქვეყანა წალეკა ამ კორუფციამ, კაცო. მართლა ხელი მოგიმართოთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერად.